მოვლენები დისკუსია პარლამენტში საერთაშორისო გამოხმაურება და რა თქმა უნდა საპროტესტო აქციები. და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. მოგესალმებით ბატონო შალვა, მადლობა. რა გაჩვენათ ამ ბოლო დღეებმა, რა დასკვნები გააკეთეთ გუნდში, როგორც საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, ისე პარლამენტში დისკუსიებიდან გამომდინარე. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სამწუხარო დასკვნებია სინამდვილეში, რასაც ვაკეთებთ და რასაც უყურებთ. ის ესთეტიკა, რაც ჩვენ ვნახეთ, მსჯელობის ესთეტიკას გულისხმობ, მათ შორის პარლამენტში, სხვათა დარბაზში, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ წარმოდგენილი იყო რაიმე არგუმენტი მსჯელობისთვის, ხედავდით ბრახუნს მაგიდაზე და ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ რა არის შინაარსობრივად მათთვის მიუღებელი, ან რაიმე არგუმენტი გვეუბნებოდნენ, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვა და ამიტომ უნდა მივიღოთ ან არ მივიღოთ. ავტორიტეტებით საუბარი. და ეს ესთეტიკა მე ცოტა მაგონებს ჩვენს გამოცდილებას 90-იან წლებში. და პარადოქსია, რომ 21 საუკუნეში ის თაობა, რომელიც ალბათ დაიბადა 90-იან წლებში და რა თქმა უნდა მოსწრებული არ არის, იმ თაობის წარმომადგენლები მათ შორის ზოგიერთი ამ ჯგუფში ყავთ აყოლილი იმაზე, რომ საქართველოს აქციონ ლოზუნგების ქვეყანად. როგორც ჩვენ ბევრს გვახსოვს 90-იან წლებიდან, როდესაც ბევრს კარგს ვამბობდით და ნაკლებად უფიქრდებოდით შეიძლება რა არის გასაკეთებელი იმისთვის რომ რაღაცებს მივახციოთ. პრემიერ-მინისტრმა გუშინ განცხადებაში თქვა, რომ პარადოქსია ასევე ის, რომ რუსთაველზე, სადაც 80-იანი წლების ბოლოს ახალგაზრდობა მაშინდელი იკრიბებოდა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა, ჩვენი მშობლების თაობა იკრიბებოდა იმისთვის, რომ მოეთხოვათ მეტი სუვერენიტეტი. ამ დღეებში მოახერხა NGO-მა და მათმა მფარველმა პარტიებმა თუ მათმა ნაწილმა პარტიებისა შეეკრიბა მობილიზება ადამიანებისა იმ მოწოდებით, რომ რაც შეიძლება უფრო ნაკლები სუვერენიტეტი გქონდეს. აი ეს არის პარადოქსი, როგორ ეს გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ შეფასებები, რომლებიც კეთდება საზღვარგარეთ. დაუშვათ შარლ მიშელის შეფასება, მოისმინეთ ოლაფ შოლცის შეფასება. ნუ გასაგებია, რომ ევროპარლამენტარები რა განცხადებებს აკეთებენ. მოისმინეთ არაერთი განცხადება შეერთებული შტატებიდან. ამ განცხადებებს ექნება თუ არა ზემოქმედება საბოლოო ჯამში საქართველოს ევროპულ მომავალზე, რადგან თქვენი ოპონენტები დღემდე ამტკიცებენ იმას, რომ საბოლოო ჯამში დამუხრუჭდება, მინიმუმ შეფერხდება თუ უკან არ წავა საქართველოს ევროპული სვლა. რატომ? რადგან პარტნიორები ფიქრობენ, როგორც ისინი ამბობენ, რახან მათი არგუმენტები გაინტერესებთ, ისინი ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ქვეყნის მომავალზე ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს განცხადებები და კანონი, როგორც ისინი ამბობენ, ეწინააღმდეგება ევროპას. რატომ? ევროპულ ღირებულებას. ეს განცხადებები არ არის საკმარისი. არა, ამიტომ მე ამკითხვა სპეციალურად, იმიტომ რომ სინამდვილეში თქვენს კითხვაშიც ჩანდა ის ანარეკლი იმ დამოკიდებულებისა, როგორც დისკუსია წარიმართება. ეს არის დოგმატიზმი, ქვია ამგვარი მსჯელობის სტილს, როდესაც წარმოდგენილი არის არა არგუმენტი, არამედ მოსაზრება, რომელიც რაღაცა წარმოდგენილია, თითქოს ეს არის არგუმენტი. აი ეს არის ავტორიტეტების მსჯელობა. იმან ვიღაცამ რაღაც თქვა და ამიტომ ეს ასე უნდა იყოს სწორი. სადღაცას რაღაც წერია და ასე ამიტომ არის სწორი. არა მსჯელობით, არგუმენტებით და რაღაცნაირად ასე ვთქვათ რაციონალური განსჯით, არამედ იმიტომ რომ რომელიღაცა ავტორიტეტმა ეს თქვა. ეს დამახასიათებელი შეიძლება იყოს რელიგიური მსჯელობისთვის, როდესაც რწმენა არის რა თქმა უნდა გამსაზღვრელი და არა ყოველთვის რაციონალური განსჯა ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობა, მაგრამ ეს შეუძლებელია იყოს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის გამსაზღვრელი მსჯელობის სტილი. და ამიტომაც იყო რომ მამუკა მდინარაძე მთელი ამ დღეების განმავლობაში საათობით იდგა ხომ ამ კომიტეტის ხდომაზე თუ პლენარის ხდომაზე სვავდა ერთ მარტივ კითხვას, როდესაც იყო აი ეს შემოჭრები რომ კი მაგრამ ეს შეაფერხებს, აი ეს განცხადებები რაც გვესმის მართალი ხარ თქვენ, აი დღესაც ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. აი ყველა ეს ტექსტი წაიკითხეთ, დადეს ერთმანეთის გვერდზე და ვერც ერთ არგუმენტს შიგნით ვერ ნახავთ. დასვით კითხვა რატომ და ვერც ერთ ასეთ განცხადებაში თქვენ პასუხს ვერ ნახავთ. აი ეს არის სწორედ ჩემი აზრით ნელ-ნელა უკვე იწვევს იმის აღქმას, რომ არის ცდილობა რომ შეაფერხონ საზოგადოებისთვის ან არ მისცენ საზოგადოებას რომ იმსჯელონ დატვირთონ ის დოგმებით, დატვირთონ ის სლოგანებით, ლოზუნგებით, რომ რაღაც არა რუსეთს და კი ევროპას, ან აბსოლუტური ტრუიზმებით, რაზეც მსჯელობაც კი არ არსებობს, ხო?
რა თქმა უნდა კი ევროპას და რა თქმა უნდა არა რუსეთს. რაზე არის საერთოდ მსჯელობა, მაგრამ თითქოს ეს ალტერნატივები დგას, ეს არის qalbi ალტერნატივები და qalbi არჩევანი თითქოს არის. გასაგებია რომ არ არის არგუმენტები და არ გიხსნიან რაში მდგომარეობს მათი პოზიცია, მაგრამ ამ პოზიციას ხო გამოხატავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და გადაწყვეტილება მათი მისაღები, ანუ მათ გადაწყვეტილებაზე თუ იმოქმედებს დღევანდელი სიტუაცია, ამაზე გვაქვს საუბარი. ხო და აქაც რა შეხედოთ, რა გვინდა ჩვენ ვიყოთ? ჩვენ გვინდა ამ ურთიერთობაში ვიყოთ უბრალოდ ობიექტი, რომლის შესახებაც იღებენ გადაწყვეტილებებს სხვა დიდები და ძლიერები, თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ პროცესის თანაბარი უფლებიანი მონაწილე. ჩვენ რა გვინდა ევროკავშირში ინტეგრირებისგან? ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ მოლაპარაკების ნაწილი, თუ ჩვენ გვინდა რომ მოგცენ იყოს რაღაცა დიქტირება, მითითება, რა უნდა გავაკეთო და ჩვენ უბრალოდ აღსრულებლები უნდა ვიყოთ ამის. სინამდვილეში ევროკავშირი ეს არის სახელმწიფოების გაერთიანება. ჩვენ იქ არავინ არ მიგვიღებს როგორც ცალკე ერს ან რაღაც რეგიონს როგორ რაღაც ადმინისტრაციულ ერთეულს სახელმწიფოდ უნდა მიგვიღონ და თუ გვინდა ჩვენ ვიყოთ სახელმწიფო ასეც უნდა ვიცხოვროთ როგორც სახელმწიფო ეს ნიშნავს რომ სუვერენიტეტი რასაც გულისხმობს რისთვისაც ჩვენი მშობლების თაობა იბრძოდა ეს უნდა ბოლომდე გავაცნობიეროთ და ესეც მნიშვნელოვანი სიტყვა სუვერენიტეტი თქვენ ალბათ დააკვირდებოდით და მე ბოლო პერიოდი ვაკვირდები როგორ მიდის სიტყვა სუვერენიტეტის დაკნინება რაღაცნაირად გათანაბრება მოაქვთ ასევე რუსული რაღაც ტერმინოლოგიები სუვერენული დემოკრატია და ასე შემდეგ და სუვერენიტეტი თითქოს უნდა ადამიანს რცხვენოდეს ამ სიტყვის თქმაც კი არა და ჩემი ყოველი შეხვედრა უცხოელ პარტნიორებთან ჩემი სასაუბროს პირველი წინადადება ეს არის მადლობის გადახდა ჩვენი პარტნიორებისთვის ვინც არ უნდა იყოს დიდი თუ პატარა აღმოსავლეთში თუ დასავლეთში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ჩვენ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მათ შემდეგ რაც ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საუბრობთ ყველანი ჩვენ პარტნიორებთან ერთად რა მნიშვნელობა აქვს სუვერენიტეტს და რა აღმოჩნდა რომ ეს გარკვეული კასტა რომელიც ჩამოყალიბდა სიმბიოზი NGO-ების და პარტიებისა, რადიკალური პარტიებისა, ცდილობს რომ მოახდინოს დაკნინება და რაღაცნაირად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა სიტყვის სუვერენიტეტი. არა და ეს არის რომ არჩევანის წინაშე დააყენო მოსახლეობა თითქოს სუვერენიტეტის გამტკიცება ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას. არის ასეთი არა და პირიქით არ კიდევ ერთხელ ევროკავშირი ეს არის სახელმწიფოების გაერთიანება და ჩვენ თუ არ მოვიქეცით როგორც სახელმწიფო და გქონდა ის რაც მე ის მიკვირს ზოგიერთი აი რაღაც უფრო ახალი თაობის წარმომადგენლები, რომელსაც აქტიურად ხედავთ ხოლმე და არა აქვს გამოვლილი ის რაღაც ეროვნული მოძრაობის პერიოდი მინიმუმ როგორც ბავშვებს ეს არა აქვს ნანახი. მე ის მიკვირს რომ ამ საზოგადოებაში ჯერ კიდე არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება სადღაც დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა, ვის რა სურვილებია და რა უნდა აკეთოს. გადაწყვეტილება ახლა კრიტიკა რა თქმა უნდა ევროკავშირის ჩვენი აღქმა ხო ყოველ შემთხვევაში ესე ჩვენ ხო გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი და არა საბჭოთა კავშირის წევრი. ის რასაც დღეს გვეუბნება ჩვენ აი ეს კასტა გარკვეული სიმბიოზი NGO-ებისა და პარტიებისა, ეს არის სწრაფო საბჭოთა კავშირისკენ. ამ სხვა რამე არის რომ რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო, ცალფეხზე დადგე, ოღონდ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. ეს არის საბჭოთა კავშირისკენ სწრაფვა. ეს არის ის რომ უბრალოდ ადამიანებმა მოსკოვი ჩაანაცვლეს თავის მენტალიტეტში, მოსკოვი ჩაინაცვლეს ბრიუსელით, ან რაღაც სხვა დედაქალაქით. ეს არის სწორედ ყოფილი კოლონიის მენტალიტეტი, რომელთაც ჯერ კიდე დაავადებულია როგორც ჩანს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ვერ მოიცილა ეს მენტალიტეტი და ჩვენ სწორედ ამას ვცდილობთ და ამას ვაკეთებთ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება. ის პატარა ჯგუფი ამ სიმბიოზური წარმონაქმნისა NGO-ების და პარტიების პირიქით მიგვექაჩებიან ჩვენ საბჭოთა კავშირისკენ და ცდილობენ რომ ჩვენ გავხადონ ევროკავშირის ერთ-ერთი როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკასავით აი ესეთი რაღაც წარმოდგენა აქვს თავის ასში არა და არ არის ევროკავშირი ეს. ევროკავშირი არის თანაბარი სახელმწიფოების კავშირი და ჩვენ გვინდა არა მოწყალება ევროკავშირისგან, არამედ გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ერთობლივად მივიღებთ. ამიტომ ეს არის ჯერ როგორც ჩანს, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვართ ბოლომდე გათავისუფლებული ყოფილი კოლონიის კომპლექსებისგან და ეს არის ვფიქრობ ახლა მთავარი მომენტი და ეს დღეებიც სწორედ ამისი შეხსენება იყო ვფიქრობ რომ საზოგადოებამ
ფართო გაგებით საუბრობ, საზოგადოებამ სრულად დაანახა საბოლოო ჯამში, რომ ის აღარ დაუშვებს, რომ ჩვენ ვიფიქროთ ჩვენ თავზე კნინობით ფორმაში, ჩვენ განვიხილოთ ჩვენი თავი ობიექტი რაღაც გადაწყვეტილებისა და არა თანაბარ უფლებიანი მონაწილე. ვაი, ჩემი კითხვა სწორედ ამ მიმართულებით მინდოდა რომ დამისვათ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ დღეებმა გამოაჩინა, რომ საზოგადოებამ ხარს უჭერს ამ კანონის მიღებას და იქ რას გულისხმობდით, რა ტიპის მხარდაჭერა გამოჩნდა, ვიზე საუბრობთ ამ შემთხვევაში? ის ვინც მხარს არ უჭერს, გამოჩნდა მკაფიოდ იმ ნაწილში, რომელიც თქვათ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ის საზოგადოება, რომელმაც ამ აქციაზე უარი თქვა, ისიც ხო გამოჩნდა. ასე რომ ეს მხარდაჭერა ჩანს ცენტრშიც და რეგიონშიც. ეს რეგიონებშიც თუ ვიკითხავთ, ცენტრში ვიკითხავთ, ჩვენ საზოგადოებაში გარშემო გავხედავთ და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. სადაც არის მსჯელობა, იქ არის სწორედ მხარდაჭერა საბოლოო ჯამში იმის, რომ წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფოს და მოქალაქეს, რომელსაც თავი მიაჩნია დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ, უნდოდეს, რომ მისგან დაფარონ ინფორმაცია, მის დაუკითხავად უცხოეთიდან შემოდიოდეს აქ ფული და პოლიტიკაში მონაწილეობდეს, წარმოუდგენელი უბრალოდ ეს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეს სწადდეს. ამიტომ ჩვენ ამ პროცესმა საერთო ჯამში არა კონკრეტულად რაღაცა ამა თუ იმ აქციამ, მაგრამ პროცესმა მსჯელობისა გვაჩვენა თუ რა არის მხარდაჭერა, ჩვენ შარშან გვახსოვს სხვანაირი განწყობები საზოგადოებაში, მაშინ როდესაც შეძლეს სწორედ სლოგანებით დიდი ნაწილის უფრო შეცდომაში შეყვანა და მაშინდელი რეაქციებიც გვახსოვს და წლევანდელ რეაქციებსაც რა თქმა უნდა ვადარებთ ამ ყველაფერს და ხვდებით რომ ის რაც მაშინ შეძლეს დეზინფორმაციით ამ შემთხვევაში ერთია განცხადებები რომელიც უკავშირდება ევროკავშირს, მაგრამ მეორე ადამიანების შფოთვა იმასთან დაკავშირებით თუ რა სტატუსი ექნება ორგანიზაციებს რომლების დაფინანსება 20%-ზე მეცხი იღებენ საზღვარგარეთიდან. უცხო ქვეყნის გავლენის მქონე ორგანიზაცია, ხო? საბოლოო ჯამში ამ ფორმულირებაში შევა თუ არა რაიმე ტიპის ცვლილებები. აი მაგალითად მახსოვს ალბათ თქვენც და გამახსოვრდათ შალვა შავგულიძეს ჰქონდა ასეთი ფრაზა, რომ უცხო ქვეყნიდან დაფინანსების მიღების მქონე ორგანიზაციებად რო შეიცვალოს, რადგან საზოგადოების ნაწილი იმაზე ჩფოთავს, რომ ეს არის ნეგატიური კონოტაცია, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა და შესაბამისად იდენტიფიცირდება იგივე აგენტთან, რომელიც ახლა მოხსენიებული აღარ არის ამ კანონში. თქვენ ალბათ დააკვირდებოდით, რომ ბატონ შავგულიძეს ამ შეთავაზებას ყისიერად მოყვა მამუკა მდინარაძის მხრიდან საკომიტეტო განხილვის დროს, ასევე კითხვა იქ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ასევე ოპოზიციის მიმართ, რომ ეს თუ იქნებოდა მისაღები და ნახავდით იქ, რომ რეაქცია იყო ზუსტად ის, რომ გარდა ამისა არის კიდე სხვა საკითხები და ასე ვთქვათ, ნახეთ რეაქცია ეს არ იყო მთავარი. რა თქმა უნდა, ეს არაფერ შუაში არ არის. რაც შეეხება, თქვათ, ტერმინოლოგიას, სინამდვილეში ხელის გულზედას პრობლემა რაშიც არის და საკითხი. სინამდვილეში საკითხი არის იმაში, რომ როგორც უნდათ, რომ აქამდე შემოდიოდა ყოველგვარი გამჭვალობის გარეშე უცხოური ფული საქართველოში, ასევე შემოედინებოდეს. თუ არა და აი ეს დღეები რომ ვისმენთ განცხადებებს ევროპული სტრუქტურებისგან, ევროპარლამენტარებისგან და მოვიყვანთ მაგალითებს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, აი ამდენი განცხადება იყო ზედაპირული არგუმენტების გარეშე, აი ამდენ ნერვიულობას და განცხადებებს. ხო, ამაზე ბევრად მარტივი იქნებოდა, რომ ის ორი მაგალითი, რომელსაც ვასახელებთ უკვე ამდენი ხანია. დემოკრატიის ნაციონალური ფონდი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტით ფინანსდება და ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტით ფინანსდება, ეს ბიუჯეტური თანხები და საბიუჯეტო ორგანიზაციები. აი ამ ორ ორგანიზაციას, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში მქონდა მე პირადად კომუნიკაცია, რომ გაესაჯეროებინა თავის პროექტები, ვინაიდან არის დადასტურებული ეჭვი, რომ ისინი აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ მოძრაობებს, რომ გაესაჯეროებინათ. რა საჭირო ამდენი განცხადება, ამდენი ნერვების შლა? რატომ არის სასიცოცხლო ინტერესი, რომ შენარჩუნდეს სტატუს კო? რამე გეგმა აქვთ? უბრალოდ ხო არის მარტივი ლოგიკები, რომელსაც ცდილობენ არა რუსულ კანონს ამითი ჩაახშვა. უმარტივესი ლოგიკა მოდის ახსნა და უბრალოდ კი ევროპა არა რუსეთს და აი ახშობენ აბსოლუტურად უკონტექსტო სლოგანები. გასაჯეროების შემთხვევაში კანონის მიღების საჭიროება კვლავ იქნება. უბრალოდ აი ჯერ დავსვათ კითხვა, რატომ ხო ისე ვიქუბნდა, რატომ ხდება ასე, რომ თავს იწუხებს სხვადასხვა სტრუქტურები განცხადებებით, რომელიც უბრალოდ ამბობენ, რომ არ შეესაბამება და იქ რატომ არ შეესაბამება, არ წერენ ნაცვლად იმისა, ну არ ვიცი ხა რამდენი გვერდიანი უნდა იყოს ეს სია, ხო პროექტების, რომელიც თქვა ბოლო 2 წლის განმავლობაში 3 მიმდინარე პროექტი, ხო 7 გვერდი, ხო, ну რამდენი უნდა იყოს, ხო? დადე რა ეს რატო არ აკეთებენ? ინფორმაცია თუ არა ეჭვი მაინც გექნებათ, რატომ ხდება? არა, მარტივი მიზეზია, მალავენ. სხვა ამას ახსნა არაფერი არ აქვს. ვინაიდან მე მაგალითად დემოკრატიის ნაციონალურ ფონდს, ნედი,
მათთან მქონდა მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრები შარშან გაზაფხულზეც მქონდა, შემდეგ მქონდა კიდე შეხვედრა, შემპირდნენ რომ გაასაჯერებდნენ და არ გაასაჯერეს. ამას რა ქვია? ამას ქვია მხოლოდ ერთადერთი სახელი დამალვა. და ვის უმალავენ? მე კი არა, მე მეუნებოდი არა იმას, რომ მე მომეცი და გამომიგზავნეთ. გაასაჯერებენ. ხალხს უმალავენ. ეხლა მაინტერესებს ამ ორგანიზაციას რა წარმოადგენდა ქართულ ხალხზე. მიიჩნევს ეს ორგანიზაცია ქართულ ხალხს თანაბრად, აი ისეთ ხალხს რომ ზოგიერთს გონია ამ აქციებზე ასე ვთქვათ წარმოდგენები რო აქვს რომ ვართ ასე ვთქვათ თანაბარი ერების კავშირის მონაწილე და ასე შემდეგ. მიიჩნევს ეს ორგანიზაცია ქართულ ხალხს თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს, მილიონებს ხარჯავს პოლიტიკურ პროექტებში და სხვა ასეთ სახის პროექტებში, ამბობს რომ მე აი ჩამოვედი ჩემი ფულით ქართულო ხალხო, თქვენ ახლა უნდა გაგიკეთოთ სიკეთე, ოღონდ ნუ მკითხავთ, არ გეტყვით რას ვაკეთებ, ეს დაფარული სიკეთე იქნება, ან მკითხოთ, თქვენ არ ხართ, ამას თქვენ ვერ გააცნობიერებთ, თქვენ არ გეყოფათ ამისი. სიკეთის ნაწილი საჯაროც არის. არ გეყოფათ, რატომ უნდა იცოდეთ ახლა, ეს სიკეთე შეიძლება თქვენ ვერ მიხვდეთ, შეიძლება რომ ნახოთ, გეგონოთ რომ ეს არ არის სიკეთე და იფიქროთ რომ რაღაცა რადიკალიზმია, მაგრამ თქვენ ვერ ხვდებით, თქვენ ამისი უნარი ჯერ არ გაქვთ რომ გააცნობიეროთ, ამიტომ გაჩუმდით, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, ფულს დავხარჯავ და ეს სიკეთეებს თქვენ იგრძნობთ. აი ესეთი ქედმაღლური დამოკიდებულება სინამდვილეში სხვა მეტი არაფერი და ევროპის დემოკრატიის ფონდზე დღეს ვნახე ევროპარლამენტარების განცხადება. ნუ ეს უკვე ცინიზმი არის. ევროპარლამენტარების განცხადება, რომელიც იიდის ევროპის დემოკრატიის ფონდის მართლობის ბორდში შედან და ბორდის ხელმძღვანელები არიან. ეს ხალხი და ესენი მალავენ. ეს ორგანიზაცია პირდაპირ მალავს და ვიცით რომ მაგალითად ის აფინანსებდა სირცხვილიას, აი მოლოტოვის კოქტეილების კამპანია რო ქონდათ და თავზე უნდა გვამტრიონ თურმე ცეცხლიანი მოლოტოვები და ასე შემდეგ. აი ამას რო აფინანსებდა და ამას რო მალავს და შემდეგ გამოდიან ცინიკურად და განცხადებს აკეთებს ეს ღირებულების არ შეესაბამება ევროპის და ბოდიში მომითხოვია მოლოტოვის კოქტეილის სროლა შეესაბამება ევროპის ღირებულებებს და ამას რო აფინანსებს და ერთ-ერთი დეპუტატი კიდე ევროპარლამენტარში რომელიც გამოირჩევა ქართული ხალხის მიმართ თავის დამოკიდებულებით ქალბატონი არის ალბათ მიმიხვდებით მისი განცხადებებით აქციაზე საქართველოში კანცელარიასთან მაშინ მიმდინარე აქციაზე სირცხვილიას აქციაზე იღებდა სადაც ზუსტად აი ეს მოლოტოვის კოქტეილის პლაკატი იყო მე ვესოლოთი და აი ესეთი თითით იდგა რომ ხარს უჭერდა ამ ყველაფერს ეს არის ევროპული ღირებულება და ეს არის ევროპა რა თქმა უნდა არაფერი ამას საერთო არ აქვს საერთო ევროპულ ღირებულებასა და მაგრამ სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები იქნება თუ არ იქნება კიდევ ერთხელ ჩვენ მოგვეზღება ჩვენი კომპრომისისთვის არის მზად. ჩვენ მოგვეზღება ჩვენი საქმეებისთვის. როგორც კი ჩვენ ვიქნებით, ჩვენ მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც მოგვექცევიან ევროპულად. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით, როგორც ქვეშევრდომები, რომელსაც თიც დაუქნევენ და გაჩუმდება, არც ჩვენ მოგვექცევიან ასე ევროპულად. ამიტომ აქ მართლა საკითხი მართლად დგას საკითხი იმაზე, ჩვენ ვაცნობიერებთ თუ არა ჩვენ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს. და ჩვენით უნდა გადავწყვეტთ საკითხები და ამის წინაშე თქვი ილია ჭავჭავაძე ლამის თავის ასე ვთქვათ ერთ-ერთ სახედ ყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას აი ამ ასე ვთქვათ სიმბიოზისა ენჯოების და ოპოზიციის და მაისურებზე დატანილი მისი სტენსილები, ნახატები საერთოდ ვერ აცნობიერებენ რას ნიშნავს და რა ფილოსოფიას ატარებდა ილია ჭავჭავაძე. მათ ეს ლოზუნგებად გონიათ ეს ყველაფერი და ჩვენი თავი ჩვენადო გვეყუდნეს რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ ამ ყველაფერს მაშინ როდესაც აზომბირებენ საკუთარ ასე ვთქვათ მომხრეებს იმ საკითხში რომ ჩვენ არ გვაქვს უნარი ჩვენ მოსამართლეები როგორ უნდა დავნიშნოთ ჩვენ უცხოელები უნდა ჩამოვიდნენ აქ როგორც მაშინ ჩამოდიოდნენ ილია ჭავჭავაძის დროს და უნდა გვინიშნავდნენ აქ მოსამართლეებს იმიტომ ჩვენ ამისი ტვინი არ გვაქვს გონება არ გვაქვს გამოცდილება არ გვაქვს თუ რა ვიცი რა გონიათ რა არ გვაქვს და აქ არის საკითხი რომ ან ჩვენ სანამ ჩვენ თვითონ და გულისხმობ ჩვენ არა დიდ საზოგადოებას, მაგრამ იმ პატარა უმცირესობას, რომელიც ცოტა მყირალა უმცირესობა არის, სანამ ეს უმცირესობაც არ გააცნობიერებს, რომ ევროპა გულისხმობს, რომ უნდა იყოს სახელმწიფო და უნდა კონდეს აღქმა სუვერენიტეტისა, იქამდე ჩვენი ადგილი არათუ არ მიგვიღებენ, ჩვენი ადგილიც არ არის ევროპაში, სანამ ამას არ გავაცნობიერებთ. ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ სახელმწიფო და მერე იქნება ჩვენი ადგილი ევროპაში. ყვირიან ხმამაღლა დიდი შემართებით ამბობენ რომ პროტესტი გაგრძელდება ახლა თქვენი ოპონენტების გეგმების შეფასება მინდა რომ გთხოვოთ ემზადებიან მეორე მოსმენისთვის ხო რა პერსპექტივას ხედავთ აქ აქციების თვალსაზრისით და რაიმე გეგმა თუ აქვთ რომ წინააღმდეგობა გაგიწიოს ჩვენ ვაპირებთ ჯიუტად გავაგრძელოთ ჩვენი ხაზი და მოვითხოვოთ არგუმენტები სიმართლე უკვე იუმორში გადადის ეს ყველაფერი მეცინება სიმართლე გითხრა როცა ადამიანებს ველაპარაკებით რატომ არგუმენტი
და ამის საპირისპიროდ ხედავთ შუშის თვალებს და ლოზუნგებს. აი ხო ესა ჩვენ ამ დღეებმა ამ განხილვამ პარლამენტში საკომიტეტო განხილვამ და პლენარულ სხდომაზე რომ აი აბსოლუტური აცდენა არის მიმდინარე საუკუნე სად ვიმყოფებით მსჯელობა რა სტილის უნდა იყოს და ვხედავთ ლოზუნგებს ტრანსპარანტების ქვეყნად უნდა რომ ლოზუნგებს გამოყავს ხალხი ქუჩაში ან ეს ადამიანები იკრიბებიან პარლამენტში ეს არის ლოზუნგების ქვეყანა აბა ამიტომ გვეძახდნენ თავის დროზე ხო თუ ვეძახდეთ ჩვენ თავს და აქედან ხო გამოსული ვარ ჩვენი საზოგადოება სინამდვილეში გამოსული უბრალოდ არის აი ეს კასტა სიმბიოზი NGO პოლიტიკური სიმბიოზი რომელიც ცდილობს ჩაითრიოს ერთადერთი მიზანი ხა ერთადერთი რამეა რომ დარჩეს დაფარული ის ფული შავი ფული ხას უსვა არა ფინანსური გაგებით რომ გადასახადები იმალება არამედ შავი ფული იმით რომ ეს არის გაუმჭვირვალე მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე ხალხისთვის ეს რომ დაფარონ და წარმოგიდგენთ რამხელა ენერგია იხარჯება ამისთვის და წარმოგიდგენთ ალბათ რამდენი რამე იფარება რომ ამხელა ენერგიას ხარჯავენ და კიდევ ერთხელ ვიტყვი აი ეს მიდგომა რომ იმან თქვა ასეთ გვითხრეს ამ დედაქალაქიდან იმ დედაქალაქიდან ეს არგუმენტი ხო ეს არის და კი მაგრამ რა ხან გითხეს ხო ცუც ხარ გეტყვიან და იცით რა ხანდახან ცუცაც გვეუბნებიან ის რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან ქვეყნები ეს არნიშნავს რომ ყოველ მომენტში მეგობრები არიან ჩვენ ამაზე ეს ხდება ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი და ხანდახან მეგობრობა გვერდზე იწევა, როდესაც ინტერესებზე გვაქვს საუბარი. და მე მაგალითებიც მოვიყვანე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. იგივე პარტნიორები, სახეები და სახელები. ჩვენ მოგვიწოდებდნენ ღიად თუ დახურულ კარს მიღმა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა. ფაქტობრივად გაგვეშვა საზღვარგარეთ. ეს კარგი მეგობრული რჩევა იყო ქართველი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ეს ინტერესში იყო იმ ქვეყნებისთვის, რომლისგანაც ეს რჩევა მოდიოდა. მათ ეს მეგობრობა ქართველი ხალხის მიმართ გვერდზე გაწიეს, იმიტომ რომ მათი ინტერესი იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენ იგივე ქვეყნების სახელები და სახეები დაჟინებით გთხოვდნენ და მოხდა ზოგიერთი ეხლაც აკეთებს, რომ ამბობენ რომ სინამდვილეში არ გთხოვენო სანქციების დაწესება, დღემდე რო იცოდეს საზოგადოებამ, დახურულ კარს მიღმა ჩვენ გთხოვენ რომ დავაწესოთ სანქციები ზოგიერთი აქტორები, ზოგი საჯაროთაც, ხომ ამასთან ქალბატონი სალომე იმყოფებოდა ერთ-ერთ ქვეყანაში და მისმა პრეზიდენტმა მოგვიწოდა. გთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. ჩვენ ვიცით დანამდვილებით, რომ ეს იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი ჩვენი ხალხისთვის და ეს იქნებოდა ომის პირზე მიყვანა ქვეყნის და სამხედრო კონფლიქტის უდიდესი რისკი კი არა, რეალობა იქნებოდა ეს. იყო ეს მეგობრული რჩევა? რა თქმა უნდა, არ იყო. იყო ეს ქართული ხალხის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება, ამ ქვეყნების რა თქმა უნდა, არ იყო ეს მეგობრული რჩევა, მეგობრის დამოკიდებულება. მაგრამ ეს იყო ამ ქვეყნების ინტერესში. და ამ ინტერესიდან გამომდინარე დაჟინებით გვირჩენენ. და მე გავიხსენე აღქმები შეიცვლება ისე როგორც სააკაშვილის თემაზე შეიცვალა. და როგორც ამას მომდა, როგორც არ დაუჯერეთ სააკაშვილის საკითხში მეგობრების დაჟინებულ პარტნიორების დაჟინებულ არამეგობრულ რჩევას, როგორც არ დაუჯერეთ სანქციების დაწესების საკითხში პარტნიორების არამეგობრულ რჩევას და ორივეზე გვეუბნებოდნენ ხაზგასმით დახურულ კარს მიღმაც ღიათაც ამბობდნენ რომ ეს სხვადასხვა დონის აქტორები გასაგებია ხა ზოგი სერიოზულად შეიძლება აღვიქვათ ზოგი არასერიოზულად მაგრამ ნუ ეს მოდიოდა ხო ეგრეთ წოდებული გზავნილები და გვეუბნებოდნენ რომ ეს არის წინაპირობა კანდიდატის სტატუსისთვის საჯაროთაც ამბობდა ზოგიერთი რეზოლუციებში გვიწერდნენ რამის ეს არის წინაპირობაო არ გავაკეთეთ, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აქაც იქნება ზუსტად ასე. ჯერ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა ჩვენ ინტერესზე დავდგეთ და ჩვენ თუ ჩვენ ინტერესებს გაუფრთხილდებით და ჩვენ თუ ჩვენ თავს ვწერთ პატივს, მე სხვების გვცემენ პატივს. ეს არის როგორც ადამიანურ ურთიერთობებში ასე. ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ასე. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს არსებობს პატივს და დადგება ცალფეხზე, მას მოეპყრობიან ისე, როგორც ცალფეხზე მდგომ ადამიანს. ამიტომ ეს უნდა ვიცოდეთ და ჩვენ ამიტომაც უნდა ვამხილოს ზღვის ჯგუფები, რომლებიც დღეს ცდილობენ, რომ ჩაითრიონ ქვეყანა იქით, რომ ჩვენ ვიყოთ უბრალოდ ობიექტები, სხვების დაკვირვების გადაწყვეტილების და სხვების გადაწყვეტილების აღსრულებლები და არა თანაბარ უფლებიანი მონაწილე. მადლობა ინტერვიუსთვის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.